და კიდევ ერთი სასამართლოს შესახებ დაკავებულია ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი. ამირან ჯანაშიას პატიმრების წამებასა და არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. კიდევ ერთი ბრალდება. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ჯანაშიას უკავშირდება წინასაარჩევნოდ ქალაქის მეოთხე საპყრობილიდან ქურდული სამყაროს წარმომადგენელთა მასობრივი გამოშვება. ახლა პაატა ლაგულოვას ჩავთავთ ზუგდიდიდან პირდაპირ ეთერში. პაატა აღიარებს თუ არა ციხის ყოფილი ხელმძღვანელი წაყენებულ ბრალდებას. თამთა ბრალს არ აღიარებს ამირან ჯანაშია, მისი დაკავება კი წუხელ 11 საათზე მოხდა პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ, თუმცა მედიისთვის ახლახანს გახდა ზუგდიდის მეოთხე საპყრობილის ყოფილი უფროსის დაკავების შესახებ ცნობილი. ამირან ჯანაშია საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალი წაუყენეს პატიმრებისთვის არასათანადო მოპყრობის გამო. საქმის მასალებიდან ირკვევა და ასევე აცხადებს მთავარი მხარის პროკურორი ვალერიანი იოსავა, რომ იგივე ქმედებებს ჰქონდა ადგილი ზუგდიდის საპყრობილეში, რა ქმედებებიც ჩვენ ვიხილეთ ციხის ცნობილი კადრებიდან. საქმე ეხება პატიმრების გაშიშვლებას, მათ წამებას და არასათანადო მოპყრობას. ასევე მის წინააღმდეგ არის საქმე აღძრული არჩევნების გაყალბებისთვის. კონკრეტულად 7 პატიმარი გათავისუფლდა წინასაარჩევნოდ ციხიდან. ისინი მძიმე დანაშაულებისთვის იხდიდნენ სასჯელს და როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ამირან ჯანაშია ამ ადამიანებს ავალებდა ირაკლი ალასანიას შეხვედრების ჩაშლას და ასევე ქართული ოცნების მხარდამჭერების გადმობირებას, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებად. უკვე დაკითხულია 25 პატიმარი. საქმეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს სხვა მასალების მოძიება და არ არის გამორიცხული, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, კიდევ უფრო დამძიმდეს ამირან ჯანაშიას მიმართ საქმე. ჩვენ ახლა შესაძლებლობა გვაქვს მოვისმინოთ მხარის პროკურორის სინქრონი განცხადება. ყოფილი ციხის უფროსი დაკავებული ხდა წუხელის დავაკავეთ 11 საათზე. ამას წინ უძღოდა იმ პატიმრების დაკითხვა, რომლებიც ამხელდნენ ამ პიროვნებას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. სისტემატურად ჩადიოდა ამ გადამეტებას 2011 წლიდან. ეს განთავისუფლებული იქნა ეს პიროვნება განთავისუფლებული 2012 წლის 19 სექტემბერს. ამ ხნის განმავლობაში მოკლედ პატიმრებს სისტემატურად აწამებდა, ცემდა სხვებთან ერთად. გამოძიება მიმდინარეობს ჯერჯერობით გამოიკვეთა ამის მიმართ, ამ პიროვნების მიმართ. თამთა ამირან ჯანაშიას გარდა შესაძლებელია პროკურატურაში აცხადებენ, რომ სხვა პირების მიმართაც აღიძრეს საქმე და მოხდეს მათი დაკავება. სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა 2012 წლის 22 სექტემბერს ზუგდიდის ციხეში და მის ანგარიში წერია, 7 პატიმარზე დაყრდნობით წერია, რომ ამირან ჯანაშია ახორციელებდა პატიმრებზე ზეწოლას, მაშინ გამოქვეყნდა სხვა გვარებიც, ესენი არიან მისი მოადგილე დიმიტრი ჯიჭონაია, ასევე თანამშრომლები რომეო როგავა, კობა ანთია, გოგიტა გაბისონია, თემურ გოგელია, ლევან კოდუა და სხვა პირები. პატიმრები მათ ხელს ადებდნენ ჯერ კიდევ სექტემბერში და ამბობდნენ, რომ ეს ადამიანები ახდენდნენ მათზე ზეწოლას და მათ წამებას. თამთა გმადლობთ პაატა, ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსის დაკავების შესახებ პაატა ლაგულოვა საუბრობდა პირდაპირ ეთერში.